მოგესალმებით, გრძელდება გადაცემა ბიბლიოთეკის პარიზული ციკლი და დღევანდელ გადაცემაზე მე და ირაკლიმ ასევე ბევრი ვიფიქრეთ, როგორც წინა გადაცემაზე თუ რაზე ყოფილიყო, იმიტომ რომ არჩევანი ძალიან დიდია, მოგეხსენებათ, რა ვიცი, ნებისმიერი ეპოქა აიღეთ და პარიზე ილაპარაკეთ და გამოვა ლიტერატურული გადაცემა, მაგრამ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ რაღაცნაირად საინტერესო იქნებოდა გაგვეკეთებინა გადაცემა თემაზე არქიტექტურა ლიტერატურაში. და საიდან უნდა დაგვეწყო ამ გადაცემის გაკეთება, თუ არა მისი უდიდებულესობა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან და ჰიუგოს ამავე სახელწოდების რა ვიცი, ალბათ ყველასთვის კარგად ნაცნობი რომანიდან, უკვდავი რომანიდან. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ჩვენ უკან მოჩანს, რომელიც დიდი დანაკლისი იყო, რომლის დაწვაც რამდენიმე წლის წინ ძალიან დიდი დანაკლისი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც ახლა აღდგა, ჯერ ისევ აღდგენის პროცესშია და ჩვენ მოგიყვებით ჯერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე, ჰიუგოს რომანზე და შემდეგ სხვა დიდ არქიტექტურულ ძეგლზე, რომელიც ასევე გამოჩნდა ლიტერატურაში და რომელზეც დაიწერა ერთ-ერთი ცნობილი რომანი. მანამდე ალბათ ჯობია მოგიყვეთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე, მონუმენტზე, ამ არქიტექტურულ შედევრზე, როგორც რომანის გარეშე შეიძლება ითქვას. ჩვენს უკან მოჩანს პარიზის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელიც 900 წლის განმავლობაში, თითქმის 900 წლის განმავლობაში ითვლებოდა პარიზის მთავარ სავიზიტო ბარათად და ყველაზე მაღალ შენობად მანამ სანამ ეიფელის კოშკი არ აშენდა პარიზში. ეს არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც აშენდა ადგილზე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარიზის შიგულში, კუნძულ სიტეზე. სახმრავლობაზე ეთყობა მე მგონი შიგულში რომ ვიმყოფებით. კუნძულის სიტე, რომელიც მდინარე სენას კალაპოტშია აღმოცენებული, შუაზე ჭრის შეიძლება ითქვას მდინარე სენას და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი მთელ პარიზში, აი ამ ადგილას, სადაც უძველეს დროს იდგა იუპიტერის ტაძარი, შემდგომ იყო ტაძარი, რომელიც ეძღვნებოდა, შეიძლება ითქვას, ფრანგების გაქრისტიანებას, ხოლო 1163 წელს იმ დროინდელმა მეფემ ლუდოვიკო მე-7-მ გადაწყვიტა, რომ ფრანგების კულტურულ და პოლიტიკური აღმატებულების ნიშნად აღემართა ტაძარი, რომელიც დაიტევდა მთელ იმ დროინდელ პარიზს ამ შენობაში. მაშინდელი პარიზის მოსახლეობა სულ 10,000-ში ადგენდა და ამ ტაძარში 10,000 ადამიანი ეტეოდა. 1163 წელს იმ დროინდელმა რომის პაპმა ალექსანდრე მე-3-მ ჩადო ფუნდამენტში პირველი ქვა და დაიწყო მშენებლობა, რომელიც მის დასრულებამდე თითქმის 200 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ აშენდა უნიკალური ძეგლი, რომელიც 900 წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, იქცა პარიზის ერთ-ერთ არა მთავარ სავიზიტო ბარათად. მას ძალიან ბევრის გადახდა მოუწია. აი მაგალითად ჰუგენოტების დროს, როდესაც პროტესტანტები არ აღიარებდნენ ამ მოკლედ ეკლესიების როლს მათ რწმენაში ეკლესიის როლი იყო მინიმალური, მაშინ ძალიან ბევრი იბრძოლეს ამ ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე მეტი მაინც ალბათ მოხდა მას ფრანგული რევოლუციის წლებში, როდესაც გამძვინარებული მასა რამდენჯერმე შეიჭრა ამ ტაძარში და მათ თავები წააცალეს ბიბლიური პატრიარქების ძეგლებს, დახიეს და დააწვეს უამრავი ფერწერული ტილო, ამ უნიკალურ ტაძარს ძალიან ბევრის გადატანა მოუხდა, მაგრამ ხო, კიდევ პარიზის ფრანგული რევოლუციის წლებში ამ შენობაში საგანძურსაც ინახავდნენ უკვე შემდგომ წლებში, ერთგვარად ყველაზე დაცულ ადგილათაც ითვლებოდა, მაგრამ რაღაც რევოლუციას მოჰყვა ის პერიოდი, როდესაც რწმენამ თავისი როლი დაკარგა ფრანგი ხალხის ყოველდღიურობაში, მაგრამ 1804 წელს დიდმა ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ მისი კორონაცია უნდა შემდგარიყო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში და შეიძლება ითქვას, დაუბრუნა ამ შენობას, ამ ნაგებობას დაუბრუნა თავისი დიდებულება, მაგრამ მთავარი დიდებულება ალბათ მაინც შენ როგორც ახსენე, მოუტანა ამ რომანმა მოუტანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარმა, რომელიც ერთგვარ სავაჭრო ნიშნადაც იქცა. რა შეიძლება ვთქვათ ასევე შენობაზე ცოტათი მინდა ვთქვა სანამ გადახვალოთ იმენად უნიკალურია ეს შენობა რომელიც ძალიან დიდია მოცულობითი მაგრამ შიგნით შენობაში არქიტექტურულ დეტალებზე არ მოვყვე მაგრამ ძალიან საინტერესო ფაქტია ეს რომ შიგნით შენობაში არც ერთი კედელი არ არის იმენად
უცნაური არქიტექტურითაა ეს შენობა აგებული, ორი ტყუპი კოშკი, რომელთა უკან განლაგებულია სამრეკლო, სადაც დგას მადამ ემანუელი მთავარი ზარი, რომელიც 12 ტონას იწონის, მაგრამ ძალიან იშვიათად რეკავს ეს ზარი. ასევე პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შიდა კედლებზე განლაგებულია 90-მდე უნიკალური ფერწერული ტილო, რომელთა თითოეული სიმაღლე 14 აღწევს. აქ დგას ორგანი, რომელზეც თავის დროზე სენ-სანსი და სხვა ცნობილი მუსიკოსები ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენ, ოღონდ მთავარი ორგანისტები გამხდარიყვნენ და დღესაც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე კულტურულ სფეროში ყველაზე ისეთი წონიანი თანამდებობა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ორგანისტის თანამდებობა და მის მისაღწევად ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან ცნობილი კომპოზიტორები იბრძვიან. 2019 წელს აქ მოხდა ხანძარი, რომელმაც თითქმის მთლიანად გაანადგურა სახურავი, მაგრამ ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ აღდგებოდა ტაძარი და დღეს უკვე 6 წლის შემდგომ თითქმის სრულადაა აღდგენილი ტაძარი. და კიდევ ერთი რაც უნდა ვთქვათ, ამ ტაძარში და მის ირგვლივ ძალიან ბევრი დიდი ადამიანია დაკრძალული, მაგრამ მთავარი ალბათ, ვინც ყველაზე მეტად, არ ვიცი, იმსახურებდა, რომ აქ პარიზის გულში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალული ყოფილიყო, ეს არის გენერალი დე გოლი, რომელიც სიკვდილის შემდგომ აი აქ დაასვენეს. და რომელზეც ირაკლიმ წეღან თქვა, ერთადერთი კაცი მე-20 საუკუნის პოლიტიკაშია და პრინციპში ხო, ჯერ ნაწილობრივ დავეთანხმე, მაგრამ შემდეგ უკვე ბოლომდეც დავეთანხმე რაღაცა ფაქტების გახსენების შემდეგ. როდესაც ადამიანს ვისაც წაკითხული აქვს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არ ვიცი, ალბათ ვიზუალურ ნახვის გარეშე იცის მთელი აი სწორედ ეს მინდოდა მე თქვა, რომ როდესაც პირველად ნახე პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მე მეგონა, რომ მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობდი, იმიტომ რომ ყოველი ქანდაკება თუ რა ვიცი, ყოველი ჩუქურთმა და კუთხე-კუნჭული ჩემთვის ნაცნობი იყო ვიქტორ ჰიუგოს 1831 წლის უკვდავი რომანის დამსახურებით და განსაკუთრებით აი არასოდეს მავიწყდება თავი, რომელიც ვიცი შენც ძალიან გიყვარს, პარიზი ჩიტის საფრანის სიმბოლო. პირველი შესავალი თავია, რომელიც შეიძლება ვიღაცებს წიგნი არ კონდეს საკითხული, მაგრამ ის თავი მაინც იმდენად საინტერესოდ იწყება, რომ გამორიცხულია, რომ ადამიანს საკითხული არ კონდეს. რაც შეეხება ვიქტორ ჰიუგოს უდიდესი ფიგურა მე-19 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში, რომელიც ჩვენ ქართული საზოგადოება მას უფრო მეტად რომანისტად ვიცნობთ, იმიტომ და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ის ნამდვილად არის ერთ-ერთი მე-19 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანისტი, ადამიანი, რომლის მხრებზეც დგას საერთოდ რომანის, ევროპული რომანის აყვავება და განვითარება და მთელი ეს ეპოქა, რომელმაც მოიტანა რომანის მიღწევა უმაღლეს წერტილამდე და რომელსაც ეკუთვნის ისეთი უდიდესი ნაწარმოებები, როგორიც არის საბრალონი, კაცი, რომელიც იცინის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი და რა ვიცი, არაერთი შედევრი კიდევ, მაგრამ საფრანგეთში ასევე ძალიან საყვარელი, ძალიან მიღებული და ძალიან აღიარებულია ვიქტორ ჰიუგო, როგორც პოეტი, რომელსაც ჩვენ ნაკლებად ვიცნობთ, მაგრამ აქ არ ვიცი, მიჭირს ძალიან თქმა, რომლის დიდება აჭარბებს პოეტი ვიქტორ ჰიუგოსი თუ პროზაიკოსი ვიქტორ ჰიუგოსი. ვიქტორ ჰიუგო აი ჩვენ წინა გადაცემაში ვახსენეთ, რომ ბალზაკის დაკრძალვაზე მილიონზე მეტი ადამიანი მივიდა და თქვენ წარმოგიდგენთ ვიქტორ ჰიუგოს დაკრძალვაზე 3 მილიონი ადამიანი მივიდა, იმდენად უყვარდათ და იმდენად აღიარებული იყო ის სიცოცხლეშივე და შეიძლება იმასაც ვიტყვი, რომ მისი სიკვდილის წინა ანდერძი, რომელიც დატოვა, სადაც მისი ქონების უდიდესი ნაწილი პირდაპირ დაურიგეთ ღარიბებს, ასე ეწერა და მოითხოვა მან, რომ ის კატაფალკა, რომლითაც უნდა გაესვენებინათ, ყოფილიყო ღარიბებისთვის განკუთვნილი პატაფალკა, თუმცა არ შესრულდა მისი ანდერძი, რადგან 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ვიქტორ ჰიუგოს დაკრძალვის ცერემონიალი. წარმოიდგინეთ და მხრებით ატარებდა მთელი იმდროინდელი ელიტა. საკმაოდ დიდი ხანი 83 წელი იცოცხლა ჰიუგომ და მას მართლა აღმერთებდა მთელი პარიზი, მთელი საფრანგეთი და მთელი ევროპული ლიტერატურული და სახელოვნური. მისი სიცოცხლეშივე ეს ხშირად არ ხდება ხოლმე, მისი სიცოცხლეშივე წიგნები იმდენად პოპულარული იყო, ეს ფაქტი ძალიან მიყვარს, როცა საბრალონი გამოსცა, შემდეგ უკვე უნდა და გაყიდვები გაეგო, როგორ იყიდებოდა და გამომცემელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა მხოლოდ კითხვის ნიშანი და გამომცემელმა გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ეწერა მხოლოდ ძახილის ნიშანი, ანუ როგორ იყიდება და ვაუ, ასე იყიდება ძახილის ნიშნით და აი ვიღაცამ გაგაჯავრა კი. ვაუ. მოკლედ გავაგრძელოთ, რას ეხება პარიზის, რა ვქნა, ემოციური, რას ეხება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
მთელი მოქმედება ვითარდება აი ამ შენობაში და რომას ყავს სამი ცენტრალური გმირი. ეს არის კლოდ ფროლო, ძალიან ისეთი განათლებული წინამძღვარი ამ ტაძრის, თავშეკავებული, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მამაკაცი, რომელსაც აქვს ღრმა ინტელექტი, საფუძვლიანი განათლება და რომლის მთელი ცხოვრება არის წრთნა და საკუთარ სურვილებთან ბრძოლა. შემდეგი გმირი არის მნათე, ადამიანი, რომელიც ზარებს რეკავს, ეს ასე ვთქვათ, კუზიანი და დეფორმირებული სხეულის მქონე კვაზიმოდო, რომელიც ფროლომ იშვილა და გაზარდა და აღზარდა და მამობილია მისი და მესამე მთავარი ფიგურა არის ბოშა გოგონა ესმერალდა, რომელიც გახდება კლოდ ფროლოს ცდუნების წყარო და რომელიც გახდება ის ფაქტორი, რომელიც კლოდ ფროლოს ეჭვს შეატანინებს თავის ამ ქვეყნიურ დანიშნულებაში. იყო კი მისი დანიშნულება სასულიერო ცხოვრება და ღმერთისადმი თავის მიძღვნა. იმიტომ რომ კლოდ ფროლო როდესაც პირველად ნახავს მოცეკვავე აი აქ აი ზუსტად აქ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ მოცეკვავე გოგონას, ბოშა გოგონას, რომელსაც თხა ჰყავს, რომელსაც პატრონი არ ყავს, რომელსაც საეჭვო რეპუტაცია აქვს. და რომელიც ბოშაა ბოლოს და ბოლოს რაღაც ერთგვარი მარგინალური ჯგუფის წარმომადგენელია. როცა პირველად ნახავს, აი კლოდ ფროლო უკვე მიხვდება, რომ ეს ცდუნება ნელ-ნელა ძალიან გაიზრდება და საბოლოო წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს და მართლაც ასეც ხდება. დგება ის წუთი, როდესაც კლოდ ფროლო საკუთარ სურვილებს ვეღარ აკონტროლებს და ის ხდება ესმერალდას მიმართ ხორციელი ვნების მონა. და აქვე კვაზიმოდო. და აქვე ჩნდება ასევე კვაზიმოდო, რომელსაც რაღაცნაირად წმინდა და ამაღლებული სიყვარულით უყვარს ეს გოგონა. ნუ შემდეგ ხე შინაარს აღარ მოყვები, ბევრს წაკითხული აქვს, ბევრიც ალბათ აუცილებლად წაიკითხავს თუ როგორ მოხდება იქ საშინელი დანაშაული, როგორ დაბრალდება ეს დანაშაული ესმერალდას, როგორ ტრაგიკულად მთავრდება ყველაფერი. ყველა არც ერთი გმირი არ რჩება ამ წიგნში ცოცხალი და ბედნიერი და რაზე არის ეს წიგნი? ალბათ ნუ ერთი მხრივ ძალიან ცნობილ თემაზე, რასაც აი მულტფილმი, ფილმები, მიუზიკლი ქადაგებს ხოლმე, რომ ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ ლამაზი სული აუცილებლად ლამაზ სხეულში უნდა იყოს და აბსოლუტურად არ აქვს ადამიანის გარეგნობას მნიშვნელობა. როდესაც საქმე ეხება გრძნობებს, საქმე ეხება ეთიკას, იმიტომ რომ კვაზიმოდო მართლაც ძალიან ლამაზი სულია. თუმცა მეორე მთავარი თემა ალბათ არის მაინც აი ეს ადამიანური ცდუნებები, ამ ცდუნებებთან ბრძოლა და გამკლავების შეუძლებლობა და შემდეგ უკვე დანაშაულისა და სასჯელის ძალიან საინტერესო კოლიზია, რომელიც შემდგომ უკვე განავითარა. ხო, განავითარა არაერთმა ცნობილმა მწერალმა, მათ შორის ფიოდორ დოსტოევსკიმ. მე აუცილებლად ანუ აქვე უნდა ვახსენო, იმიტომ რომ აი კვაზიმოდოს სულის აი სისუფთავე ძალიან კარგად ჩანს ლიტერატურაში ხომ ჩანს, მაგრამ აი კვაზიმოდოს არია ოპერიდან არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რაც შექმნილა მუსიკაში, ხო? კი, მეც ძალიან მიყვარს, თუმცა აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ცნობილ მულტფილმში ესმერალდა ქვია მულტფილმს თუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მოკლედ ცნობილ მულტფილმში, მიუზიკლებშიც და ფილმშიც კლოდ ფროლო გამოყვანილია, ნუ ძალიან ბოროტ ადამიანად. თავისთავად კლოდ ფროლო დიდ ბოროტებას ჩადის, მაგრამ ვიქტორ ჰიუგო სულაც არ წერს მასზე ანტიპათიით, რაღაც დიდი თანაგრძნობით არის თითქოს გამსჭვალული ამ თავისი მთავარი გმირის მიმართ და რაც მთავარია, მას ბევრი ისეთი ვიტყოდი აღმაფრთოვანებელიც კი თვისება აქვს, რაც მას არ აქცევს კლასიკურ ანტაგონისტად, აი რომ კითხავდა რაღაცა ძალიან დიდ ზიზღს რომ იწვევდეს. არაფერი არა ადამიანური კლოდ ფროლოში არ არის. ხო, ნუ არა ადამიანურია, რაც შემდეგ ხდება უკვე ეს მკვლელობის შემდგომი მოვლენები, მაგრამ ხო, არა, სიყვარულს გულისხმობ ამ შემთხვევაში. არა, სიყვარული ნამდვილად არა და ისეთი უსაშველოდ ბოროტი და ყველას მოძულეც არ არის, როგორც ეს წიგნიდან გამომდინარე სხვა სახელოვნებო ნაწარმოებებში აღწერილი. მოკლედ დავასრულეთ ხო, პრინციპში ძალიან ბევრია სალაპარაკო, მაგრამ იმიტომ რომ შენობაზეც აი გარგულიები მაგალითად, ან აი უამრავი ფიგურა, რომელზეც შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ, ძალიან მიჭირს ამ დასრულება, მაგრამ ალბათ უკვე დროა გადავინაცვლოთ. ხო, მრავალფეროვნება შემოვიდა. გარნიეს ოპერის სასახლესთან და ვისაუბროთ გასტონ ლერუს ძალიან ამაღელვებელ რომანზე ოპერის მოჩვენება.
გადმოვინაცვლეთ გარნიეს ოპერასთან, პარიზის ოპერის სასახლესთან, რომელიც თავის მხრივ რასაკვირველია ძალიან ცნობილი შენობა და ტურისტული ატრაქცია, მაგრამ ამის გარდა ის ცენტრალური ადგილია ერთი რომანისა, რომელსაც ქვია ოპერის მოჩვენება. არა მხოლოდ ერთი რომანისა, ძალიან ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებში და ასევე კინემატოგრაფშიც დიდი ადგილი უწევს აი მითებს და ლეგენდებს ამ ოპერის შესახებ. ცალკე ოპერა თქო მთავარი ოპერაა, მაგრამ ბევრ უცნაურ ფაქტსაც წააწყდები ლიტერატურაში. ნამდვილად, მოკლედ, გადაცემის ამ ნაწილში, გადაცემისა, რომელიც ეძღვნება არქიტექტურას ლიტერატურაში, ჩვენ ვისაუბრებთ პარიზის ოპერასა და გასტონ ლერუს რომანზე ოპერის მოჩვენება. პარიზის ოპერაზე ირაკლი გიამბობს და ლერუს ოპერის მოჩვენებაზე უკვე მე მოგიყვებით. მას შემდეგ, რაც 1669 წელს ლუდოვიკო მე-14-მ ოფიციალურად დააკანონა ხელოვნების ჟანრი ოპერა, რომელიც ცალკე ხელოვნების ჟანრად იქცა საფრანგეთში, დაიწყეს ცალკე შენობების გამოყოფა ოპერისთვის და აღნიშნული შენობა, რომელიც ჩვენს უკან მდებარეობს, იქცა მე-13 მთავარ დაწესებულებად საფრანგეთის ისტორიაში, მთავარ საოპერო დაწესებულებად. ბევრი სახელი შეიცვალა ისტორიის განმავლობაში პარიზის მთავარმა ოპერებმა, მაგალითად ნაპოლეონის დროს ერქვა ოპერისა და ცეკვის მთავარი დარბაზი. შემდგომ ბურბონების რესტავრაციის დროს დაარქვეს ახალი სახელი, რომელსაც სამეფო სახელწოდებაში სამეფო ჩაურთეს. მაგრამ 1858 წელს, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონ მესამეზე განხორციელდა პარიზის მთავარი ოპერის შენობაში თავდასხმა, ის ძალიან გაბრაზდა ამ შენობაზე და თქვა მე აქაცი ფეხის მომდგმელი აღარ ვარო და გამოაცხადა კონკურსი ახალი შენობის ასაგებად. ბევრმა ცნობილმა არქიტექტორმა შეიტანა განაცხადი ამ შენობის ასაგებად, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად გაიმარჯვა 35 წლის ყველასთვის უცნობმა გარნიემ, ვინმე გარნიემ, რომელმაც წარმოადგინა სრულიად ფანტასტიკური პროექტი ახალი ოპერის შენობისა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა, მთელი 15 წლის განმავლობაში, მართალია შეწყვეტილი იყო ომის საომარი პერიოდში 1870 წლიდან, მაგრამ საბოლოოდ 35 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მშენებლობა. უდიდესი თანხები დაიხარჯა, 36 ოქროს ფრანკი დაიხარჯა ამ შენობის ასაგებად, რომელიც ნამდვილად რაღაც საოცარი არქიტექტურული შედევრია, 30 მეტრიანი კიბე, 70 მეტრის სიმაღლე, რომლის სახურავზე დგას უნიკალური ქანდაკებები, აპოლონის ქანდაკება, ცეკვა, მუზების ქანდაკება და ყველა საინტერესო რა არის. 2000-იან წლებში გადაწყვიტა პარიზის მერიამ, რომ ოპერის სახურავზე დაედგა 300 სკა ფუტკრებისთვის. რადგან მოგეხსენებათ, ყველა მაყურებელსაც მოგეხსენება, რომ პარიზი სავსეა ძალიან დეკორატიული, უამრავი დეკორატიული მცენარით და გამომდინარე აქედან ფუტკრებიც რა თქმა უნდა სტუმრობენ ამ მცენარეებს ყვავილობის დროს და შემდგომ ეს ფუტკრები მოდიან და აი ოპერის სახურავზე მდებარე სკებში აკეთებენ თაფლს. და ერთი გამორჩეული ამბავი არის ის, რომ კომპანია გრამაფონი, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ერთადერთი პროფესიონალური ხმისჩამწერი სტუდია იყო, ამ კომპანიის საფრანგეთის ფილიალის დირექტორმა, ვინმე ალფრედ კლარკმა 1907 წელს გადაწყვიტა, რომ ორი დიდი საცავი გაეკეთებინა, რომელშიც 78 გრამფირფიტა ჩაიდებოდა იმდროინდელი ყველაზე ცნობილი მუსიკოსების, მომღერლების საოპერო არიებისა, მათ შორის ენრიკო კარუზოსი, მელბასი და სხვათა სხვა ყველაზე მთავარი საოპერო მომღერლების 78 გრამფირფიტა ჩაიდებოდა ამ საცავებში და ოპერის სარდაფში შეინახებოდა ჰერმეტულ მდგომარეობაში და მაშინ დაიბარეს, რომ 100 წლის განმავლობაში ამ საცავებს ხელს არავინ ახლებდა. 2007 წელს გახსნეს და კომპანია ხმისჩამწერმა სტუდია EMI, ცნობილმა EMI, რომელიც კომპანია გრამაფონის მემკვიდრეა, სამართალ მემკვიდრეა, გამოუშვა დისკი, რომელიც შემდგომ რა თქმა უნდა ხმები დახვეწეს, კომპიუტერულად უკვე გამართეს სრულად უნაკლოდ და იმდროინდელი ჩანაწერების მიხედვით გამოუშვეს დისკები, რომელიც მილიონობით წელი გაიყიდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ 2007 წელს კარუზოს რომ მოусმენდი
პირდაპირ შეგიძლიათ თქვა, პირდაპირ მის ორიგინალ ხმას მოусმენდი ყურსასმენებში თუ დინამიკებში. მოკლედ აი ასეთი გამორჩეული შენობის წინ ვდგავართ, ყველაფერით გამორჩეული და დღეს უკვე 1875 წლიდან აღნიშნული შენობა, რომელსაც გარნიეს ოპერას უწოდებენ ყველაზე ხშირად, არის საფრანგეთის მთავარი საოპერო დაწესებულება. კი ბატონო და ამ გამორჩეულ შენობაზე გასტონ ლერუმ ასევე გამორჩეული რომანი დაწერა, რომელიც თავის თავში აერთიანებს გოტიკური რომანის ელემენტებს, დეტექტივს, ცოტა ალბათ საშინელებათა ჟანრსაც და რაც მთავარია ძალიან ისეთ ამაღელვებელ სასიყვარულო ხასს. მისტიკურია. მისტიკურია, ხო, პირველ ნაწილში რომანი ნამდვილად მისტიკურია. ოპერის მოჩვენებაზე არაერთი მიუზიკლი დადგმულა სცენაზეც გადაღებულიც არის, ну რა ვიცი, ინტერპრეტაციები ძალიან ბევრია და ყველაფერი კი დაიწყო 1908 წელს, როდესაც ოპერის შენობას უკეთებდნენ რესტავრაციას და ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევისას, რომელიც მეზობელ სარდაფს ესაზღვრებოდა, იქ აღმოჩნდა ჩონჩხი. ეს ჩონჩხი ვისი იყო, არავინ იცის. ამბობდნენ ჯერ რომ ბალერინას ჩონჩხიაო, მაგრამ შემდგომ ოპერის დირექტორმა, რომელსაც არ სურდა რომ ეს ამბავი გახმაურებულიყო, დახმარება და სიტუაციაში გარკვევა სთხოვა თავის მეგობარ გასტონ ლერუს. გასტონ ლერუ იმ დროს ჟურნალისტი გახდა და მუშაობდა ძალიან ცნობილ გაზეთ პარიზის ექოში. და ამასთანავე ის გატაცებული იყო კონან დოილისა და ედგარ პოს შემოქმედებით და აი ამ საგამოძიებო ჟურნალისტიკენ და საერთოდ საგამოძიებო დეტექტიური ნაწარმოებების წერისკენ დიდი მიდრეკილებას და ინტერესს ამჟღავნებდნენ. დროს ძალიან პოპულარული იყო. გასტონ ლერუს არ უყვარდა აი რაღაცა ისე მიფუჩეჩება საქმის და ის საფუძვლიანად მოეკიდა ჩონჩხის ავანჩავანის გარკვევას. საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ჩაერთო საგამოძიებო საქმეში. პირველი რაც მან დააფიქსირა ამ ჩონჩხთან მიმართებაში იყო მისი საოცრად დეფორმირებული თავისქალა. ამ ჩონჩხის თავისქალის მდგომარეობა ნამდვილად არ იყო ნორმალური. და გასტონ ლერუმ აქედან დაიწყო გამოძიება. მან მიაგნო ძალიან ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ოდესღაც ამ ოპერის აგებაში იყვნენ ჩართულები და მათგან გამოარკვია ასეთი ამბავი, რომ ოდესღაც, მაშინ როცა ოპერა შენდებოდა, ამ ოპერის აშენებაში ჩაბმული ყოფილა უნიჭიერესი, ფენომენალური ნიჭის მქონე არქიტექტორი, რომელიც იყო ძალიან მახინჯი თავის ქალის პატრონი და ის იყო უკანონო შვილი სხეულით მოვაჭრისა ფრანგი ქალისა, რომელიც მალავდა დიდხანს ორსულობას და კორსეტი ეკეთა თურმე მუცელზე, იმისთვის რომ ეს დიდი მუცელი დაემალა და წარმოიდგინეთ ახლა ეს კორსეტი ჯერ ისედაც როგორ იწვევდა ნეკნების დეფორმირებას და მით უმეტეს ახლა ფეხმძიმე რომ შემოიჭერა მას და ამ კორსეტმა გამოიწვია ნაყოფის თავის ქალის ასეთი საშინელი ფორმის განვითარება და აი ეს არქიტექტორი დაიბადა ასეთი დეფექტით მოკლედ და ეს ადამიანი შემდგომ ცირკს გაჰყვა, სადაც საცირკო ხელოვნება შეისწავლა, გამოდიოდა აი ცირკში რომ იცოდნენ ადრე რაღაცა ფიზიკური იმდროინდელ ცირკში ხშირი იყო ეს ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებით შოუების შექმნა, ეგრეთ წოდებული ფრიკ შოუების და ასეთ შოუებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა მან ნელ-ნელა დიდი ტალანტი გამოამჟღავნა ამ ნახაზების და მშენებლობის და მოახერხა მოკლედ ამ განათლების მიღებას და არქიტექტურულ საქმიანობაში ჩართვაც. ჩაერთო მოკლედ ამ საქმიანობაში და მოხდა ასეთი ტრაგიკული ამბავი, რომ მას ძალიან შეუყვარდა ოპერის ერთ-ერთი მომღერალი და დაიწყო მისი თვალთვალი, მისი დევნა და მოხდა ისე, რომ თავის ოთახში შეიტყუა, საცხოვრებელი არ ქონდა თურმე და ოპერის ხელმძღვანელობას გამოუყვია მისთვის იქვე საცხოვრებელი და პავილიონში. მოახერხა ხო ამ გოგონამ თავის ახსნა, თუმცა აი ამ ადამიანს სიცოცხლე ძალით მოუსწრაფებია და ასე გადაუწყვეტია, მოკლედ რომ სარდაფში რაღაც საიდუმლო ოთახში მომკვდარიყო და აი ასე დაგვიანებით იპოვის მისი ჩონჩხი. ეს ყველაფერი გამოიკვლია გასტონ ლერუმ, თუმცა მან არ იცოდა რა ერქვა ადამიანს და დაიწყო თავისი იდუმალებით მოცული რომანის ოპერის მოჩვენების წერა. მან ამ ადამიანს დაარქვა ერიკი, გოგონას, რომელიც ერიკს უყვარდება და არქვა კრისტინ დაე და დაიწყო ეს იდუმალებით მოცული ისტორია, როდესაც ოპერაში ხდება მკვლელობები, პერიოდულად ჩნდება ფენომენალური მუსიკალური ნიჭის მქონე ეგრეთ წოდებული მოჩვენება, იმიტომ რომ სინამდვილეში არავინ არ იცის ვინ არის და მას ზოგი მაგალითად კრისტინ დაე აღიქვამს მუსიკის ანგელოზად, ზოგი აღიქვამს დემონად, იმიტომ რომ მის გამოჩენას ყოველთვის მოსდევს ხოლმე რაღაც შემაძრწუნებელ მოვლენათა მთელი წყება, თუმცა ბოლოს გაირკვევა რომ ის არის უბრალოდ ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში არასოდეს არავის არ
უყარებია თავისი სიმახინჯის გამო და როგორ გაირკვევა ეს და რანაირად ხა ხო ამას ალბათ იცის ბევრმა, მაგრამ ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ ეს არის ძალიან ამაღელვებელი, ძალიან ჩამთხრევი, ну ძალიან ისეთი შთამბეჭდავი რომანი, რომელიც თან ბნელით მოცულია, მაგრამ თან ამავე დროს ძალიან ისეთია, რომ მართლა თვალს ვერ მოაშორებ და შთაბეჭდება ძალიან დიდხანს გაყვებათ და ბოლოს სანამ გასტონ-ლერუს ოპერის მოჩვენებას და თხრობას დავასრულებ, მინდა ვთქვა, რომ იქ ძალიან დიდ როლს ასრულებს მიწისქვეშა ტბა. ეს მიწისქვეშა ტბა თითქოს და გამონაგონად ჩანს წიგნში, იმდენად იდუმალებით მოცული ადგილია, მაგრამ სინამდვილეში ის მართლაც არსებობს. აი ამ ოპერას, გარნიეს ოპერას აქვს მიწისქვეშა უზარმაზარი რეზერვუარი, რომელშიც მიმდინარეობს ხოლმე მეხანძრეების წრთნები სიბნელეში ცურვაში. და ამასთანავე ეს რეზერვუარი არის ხანძრის დროს თავშესაფრად ჩაფიქრებული, ასე ვთქვათ, წყალსაცავად ჩაფიქრებული. მოკლედ აი ასეთი საინტერესო ადგილია, რომელიც როგორც ამბობენ, არაერთ საიდუმლოს ინახავს. ასევე ბევრჯერა რომ ოპერის მოჩვენება ნამდვილად არსებობს და ხო, პერიოდულად ეცხადება ხოლმე აქაურობას, ევლინება და რა ვიცი, მოკლედ მართალი საერთოდ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქაურობა სადაც ჩვენ ვარ დაქსელილია მიწისქვეშა ქსელებით და ოპერის სარდაფებს ძალიან ბნელი კუნჭულები აქვს. ეს მისტიკურობაც უნდა დავტოვოთ აუცილებლად ჩვენს გადაცემაში, რომ ძალიან ესეთი პარიზი მისტიკის გარეშე პარიზი არ არის თანალღოს. უცნაური ამბების მომსწრია აქაური სარდაფები, ბნელი სარდაფები გარნიეს ოპერის. ნამდვილად. სახურავზე კი სკები. სახურავზე კი სკები. და თქვენ უყურებდით კიდევ ერთ გადაცემა ბიბლიოთეკას, რომელიც ამჯერად ეძღვნებოდა არქიტექტურას ლიტერატურაში. მომავალ შეხვედრამდე.